მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით გამოცხადებული საყოველთაო ამნისტია არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლთან დაკავშირებით განსხვავებული წესის მიღებას აპირებს საქართველოს პარლამენტი, კერძო თუ კი პირები მსჯავრდებულები არიან 260 მუხლის პირველი ნაწილით, შენახვა და 273 მუხლით, ამ შემთხვევაში მოხმარება განმეორებით. ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულმა პირებმა მოახდინონ მართვის უფლების აღდგენა და წესი საკმაოდ რთული არის. ამ შემთხვევაში გიწევთ, რომ მიმართოთ იმ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა პირველი განაჩენი თქვენ მსჯავრდებასთან დაკავშირებით, ამ განცხადებასთან უნდა დაურთოთ დინამიური ექსპერტიზის დასკვნა და შემდეგ 5 კვირის განმავლობაში დაელოდოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დააკმაყოფილებს თუ არა თქვენს განცხადებას მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ის განსხვავება იმ საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, საყოველთაო ამნისტიის შემთხვევაში ალკოჰოლით რობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლება აღდგება ავტომატურად, ნარკოტიკის გამოყენების და მოხმარების შემთხვევაში უკვე გიწევთ მაინც დინამიური ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა და უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს მართვის უფლების აღდგენას, რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს და ვიმეორებ, ეს არის 202 მუხლი, 260 მუხლის პირველი ნაწილი და 273 მუხლი. ამ შემთხვევაში თქვენ გიწევთ, რომ მიმართოთ სასამართლოს, წარუდგინოთ დინამიური ექსპერტიზის დასკვნა და დაელოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღიდგენთ თუ არა მართვის უფლებას იქ.